ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მოგცემთ საშუალებას ჯერ მაყურებელს მიულოთ. მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, მართლაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. მე ბავშვობიდან მახსოვს თუ რამდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის და ჩემი თაობისთვის და ყველა საქართველოს მოქალაქისთვის პირველად, როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ ეს დღე და მინდა ყველას ვუსურვო ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენი ქვეყანა გვენახოს გამთლიანებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმედი მაქვს, რომ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ძალიან მალე მოვესწრებით ყველანი ჩვენ. მინდა განსაკუთრებით მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისათვის. კი ბატონო, ყოველ წელს უწყებები არიან საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით წარმოდგენილები დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ პირველად ხართ ხო მინისტრის სტატუსის ჩართული ამ საკითხში, თქვენი უწყება რას თავაზობს და სწრაფი სიახლე ხომ არ გაქვთ აქ მოსული ადამიანების? წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ რუსთავში ანხორციელებს ღონისძიებებს. რუსთავში არის მოწყობილი და უпроსორად ორგანიზებული ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის იყოს საინტერესო დღევანდელი დღე და შეესაბამებოდეს იმ ამაღლებულ განწყობას, რაც ჩვენ ყველას გვაქვს. დიდი მადლობა. თქვენ